ხევისჭალას არც შუქია, არც ყურის გზება არის, არაფერ არ არის. ეს გზებიც რაღაც აკეთეს, ესენიც არაფერ გააკეთეს. ყველაფერი გვიჭირს, ხევსურულად დავართ რა. რამდენი კომლი ცხოვრობთ? რამდენი და იქნება 14-15 წამდე, მე რა ვიცი. და რატო დაიცალა სოფელი? რა დაიცალა, დაიცალა სოფელი, რომ არ არის დენები, არ არის შუქი, გარბის ახალგაზრდა ესაც. დენი რატომ არა გაქვთ? აბა რა არ გააკეთეს და რა არის? ქონდა წინ, მაგრამ ეხლა აღარ არის. რას გეუბნებიან, არავის მიაკითხეთ? როგორ არა, ეხლა იქნება, შავკვირდებიან და ვინ გპირდებათ მაგას? რა ვიბენაბა? ხალხი, უფროსები, აბა ვინც არიან, მე რა ვიცი. რამდენი ხანია რაც დენი არა გაქვთ? რაც აირია ეს მთავრობა სულ არა გვაგდენი. რომელი მთავრობა? აი ჩვენი მთავრობა. რო დაიშალა მეურნეობები, იმის შემდეგ აღარ არის. რატომ არა გაქვთ დენი, რას გეუბნებიან? რაც გვეუბნებიან და ფული არ ალიო, თანხა არ ალიო, რომ გავიყვანოთ. აბა შეხედეთ. სტოლბაზე არის მართულები. 21 საუკუნეში რო შუქი არ გვექნება, სოფელში დარჩება ვინმე? ლამფის შუქზე რო ვართ ხალხი. როგორ ამოხელთ კარგ ანახეთ. წყალი ადიდება კიდე სასწრაფო აქ არ მოდის და სხვა რამე. სოფელ ხევისჭალაში ვიყავით ჩვენ და მოსახლეობამ გვითხრა რომ არა აქვთ დენი. აი რა უშლის ამ პრობლემის მოგვარებას ხელს? ამდენიმე წლის წინ მოხდა და ანგარიშება თუ დაახლოებით რა თანხა დასჭირდებოდა მათ სოფელში ელექტროენერგიის მიყვანას. და იმ ხელა თანხაა ეგრო. ცოტა რთულია ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტიც და მით უმეტეს მანდაც იგივე თანხაა დაახლოებით 2000 ლარზე ცოტა მეტი. რადგან მოსახლეობა ძალიან მცირეა. სოფლის თანხით გაკეთდა გზა, ის ნაწილი გაიწმინდა და წელს მოხდება ნაწილი ელექტროენერგიის სადენების და საყდენი ბოძების შეძენა. ნაწილის ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომ ერთნაირად რა ხან ვერ გეთდება რაღაცნაირად გავაკეთოთ.